დევნილი არ არის ის ვინც მატყუარა დევნილი გინახავს აფერისტი გინახავს შენ რა ვიცი ღმერთის წინაშე ცრუ ვერ წადგება ხო და ღმერთს იცის რომ ვერ მოატყუებს ხო რა უნდა იმას ღმერთთან და ამით გეუბნებით ნუ გეშინია და მე პირიქით გეუბნებით დამდაბდი ძმაო და აგამაღლებს ღმერთი ის ამაღლდება ვინც დამდაბლდება გესმით დამდაბდი და აგამაღლებს ღმერთი თორე ვიცით და რჯული ვიცით და ჩვენ ვიცით რომ ორი მთა იყო ხო საიდანაც წევლიდან ებრაელები 6 ებრაელი ანუ ძმის შტო წევლი და 6 ებრაელი ძმის შტო ლოცავდა ხო აკურთხევდა ხო ერთი იყო გებალი და მეორე იყო გერიზიმი ხო გერიზიმიდან მოდიოდა კურთხევები ხო აკურთხეველი იყო 6 ძმა და გებალიდან მოდიოდა წევლები გებალის წევლა როგორი საშინელია ჩვენ ხო ვიცით არა ეგრეა უბრალოდ შეგვიწავე ეგრეა ზუსტად ეგრეა ვიწრო და ეკლიანი გზა ძალიან ვიწროა და ძალიან რთულია ეს გზა ბევრმა რა თქმა უნდა ამ გზას ვერ გაუძლო ბევრი ვერ უძლებს ამ გზას კი მაგრამ ეს იმიტომ კი არა რომ რაღაცა ნუ რა ვიცი ეშმაკმა გაიმარჯვა არა ეგ იმიტომ არა ეგ იმიტომ მაგი დამარცხდა თორე შენ რომ ღმერთს მოუხმო დროზე რომ მოუხმო ღმერთს ხო ეშმაკი ვერ გადაგჭიხავს ამიტომ სულ ღმერთის ხმობაში უნდა ვიყოთ და შენ აი იმ ლოცვითი ლოცო რა ლოცვითაც გეუბნება რომ სახარება აი სახარებას როცა კითხულობ აი უფალი თითქოს პირდაპირ გეუბნება აი ესე უნდა ილოცო შედით ვიწრო კარიბჭით შენ მაგ დროს ხო ამბობ კითხულობ ამას შენ მაგ დროს უნდა შეესთხო უფალს რომ უფალო მაპოვნინე მე ეგ ვიწრო გზა მაპოვნინე მე ის ვიწრო ბჭე როცა კითხულობ იგავს 4 მარცვალზე ხო შენ ინატრე და ილოცე ისე რომ უფალო გეხვეწები რომ ჩემი გული ის ნაყოფიერი მიწა იყო სადაც ის მარცვალი 60 30 და 100 წილ ნაყოფს იძლევა ხო ყველაფერზე შენ გაქვს სახარებაში გამზადებული აი სალოცავად გამზადებულია სახარება ვინაიდან რასაც იესო ითხოვს შენგან ეს ყველაფერი მიეცი მას და დაუბრუნე რით იცი ლოცვით რომ უფალო აი შენ რასაც მირჩევ მე იმას ლოცულობ რომ მე შენი ნება მინდა გესმის აი შენ როცა ღმერთთან მიდიხარ შენი ნება აღარ უნდა დაიტოვო გესმის შენ უნდა გახდე ჭეშმარიტი ნება ღვთის აი ეს შენ უნდა გახდე ნება ღვთის გესმის ეგ არის თავი შეში უფალი მაქამდე უფალს უნდა რომ აი უფალი ვერ გეუბნება იმას პირდაპირ ვერ გეუბნება აშკარად ვერ გეუბნება რომ მე მინდა რომ შენი ნება წაგართვა რომ უკეთესი მოგცე შენ აი რატომაც ებღაუჭები საკუთარ ნებას აი მე ჩემი ნება და ჩემი თავისუფლება სადაგაგ ბიჭო თავისუფლება სადაგაგ იესო ამბობს რას რომ მე ჩემ ნებას კი არ ვიქ მე მამაზე ციეთ მამა ჩემს ნებას ვიქ ეს არის მისი ნება მე ჩემი ნება არა ჩემი ნების ასაზრულებად აქ არ მოსვლა მე მამა ჩემის ნების საყოფელად მოვედი იესო პირდაპირ ვერ გეუბნება რომ მომეცი შენი ნება მე გადმომილოცე შენი ნება რომ ვინაიდან მამაზე ციერის ნება ყველაზე კარგია გესმის შენი ნებით და შენი მოკლეჯგუით დააზროვნებ გესმის პატარა ნაჭუჭით დააზროვნებ პატარა ჭაობის ბაღაყივით დააზროვნებ რაც არ უნდა შორს გაიხედო ამ ჭაობს ვერ გაცდები რაც არის დედამიწა და მილიარდობით გალაქტიკა და მილიარდობით პლანეტა და მილიარდობით სიცოცხლე და მილიონობით სარწმუნოება მოდი შენთან ჭეშმარიტება გეუბნება იმას რომ ნება მომეცი რომ ჩემი ნება განხორციელდეს შენში გესმის აი ნება მომეცი შენ არ გინდა ნებას ართმობ გესმის აი ჩემი ნება ჩემი თავისუფლება გესმის აი სტრაკის კეიფი და რა ვიცი ნუ რა უნდათ ვერ გავიგე მეტი რაღა მიცეს ღმერთი დაყვა აი ირჩევენ უარეს ღმერთი მიყვება უარესზე აი სადამდე ჩამოხონხოლდა საზოგადოება ჯერ ღმერთს მეფე არ უნდოდა რომ დაედგინა იმიტომ რომ საჯულები ყავდა ისრაელს დავადგინოთ მეფე აუჯანყდნენ ბიჭო აუჯანყდნენ სამუელ წინასწარმეტყველს აუჯანყდნენ რომ ვინა თუ არა მეფე გვინდა
ეგ პირველი მეფე როცა დაადგინა ისრაელში ღმერთმა კი არა, ხალხმა. მაშინ იყვნენ იქ ხევისბერები და უხუცესები და ხევისბერები და სამუელი იყო მსაჯული. მაგათ მეფე არ ყოლია ისრაელს. და ეს სამუელი იძულებული გახდა, რომ ღმერთთან მივიდა, ღმერთო ესენი გაგიჟდენო. გაგიჟდენ კი არა, სამუელი ევედრება უფალს, რომ ესე უნდათო. ღმერთი რას პასუხობს მამაზეც ერთ სამუელ წინასწარმეტყველს, რომ მაგათმა შენ კი არ უარყვესო სამუელ. მაგითი მაგათმა მე უარყვესო. ეხლა დაღევიო მაგათნებასო და ოღონდ განუმარტეო. როცა მეფეს დაიყენებენ, მეფეს რა უფლებები ექნება. და ჩამოუყალიბა მეფის უფლებები. და მიცა ღმერთმა მეფე, რაც უარესი უნდა დათ, უარესზე მიყვებოდა უფალი. აღარ უნდათ მეფე, უნდათ პრეზიდენტი, აგერე პრეზიდენტი ყავთ, უკვე მეფე აღარ აყავთ, უკვე პრეზიდენტი ყავთ. მეფიდან ჩამოვიდნენ პრეზიდენტობაზე. მეფის ტახტი გადაეცემოდა შთამომავლობით ძიდან ძეზე, ხო? ეხლა პრეზიდენტი არის არჩევაზე და ტაშის დაყრაზე, უმრავლესობაზე. უმრავლესობა აღეყინდება ისე, ეს იქნება პრეზიდენტი. უმრავლესობა აღეყინდება ასე, ეს მეორე გახდება პრეზიდენტი. მეფე აღარ უნდა. ეხლა პრეზიდენტსაც მოიშორებენ, ვიღაცას გამოირჩევენ კიდე. არ ვიცი, რაღაცა. ანუ ჩვენ იმას ხვდებით, რომ უარესისკენ მიდის სამყარო, უკეთესისკენ არ წასულა. უკეთესი ის იყო, რაც უფალს უნდოდა. უკეთესი არის უფლის ნება. კოენჯი შეწყვიტე, გადაფურცლე, წყალობდეს უფალი.